რესლინგის ისტორია სავსეა ლეგენდარული ფიგურებით, რომლებმაც სპორტულ გასართობი ინდუსტრიის სამყარო სამუდამოდ შეცვალეს და ისტორიაში თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერეს. დღევანდელი ვიდეო სწორედ ერთ-ერთ მათგანს დაეთმობა. ბოლო 10 წლეულის საუკეთესო რესლერი, სამოური დინასტიის ღირსეული წარმომადგენელი, პოლ ჰეიმენის მეგობარი, The Tribal Chief Roman Reigns. რეკორდული რაოდენობის 9 main event-ი WrestleMania-ზე. 1316 დღის განმავლობაში Universal და 735 დღის განმავლობაში WWE-ს ჩემპიონი. ეს მხოლოდ რამოდენიმე მიღწევაა მისი წარმატებული კარიერიდან, მაგრამ ამ ყველაფრისთვის Roman-ს არც ისე მარტივი გზის გავლა მოუწია. მანამდე გეტყვი, რომ მაყურებლების 96%-ს არხი არ აქვს გამოწერილი. მეტი ასეთი ვიდეოსთვის დააჭირე გამოწერის ღილაკს. ლითი ჯოუზეფ NOI, ცნობილი როგორც Roman Reigns-ი, 1985 წელს 25 მაისს ფლორიდაში, ამერიკულ სამოურ ოჯახში დაიბადა. მისი მამა, სიკა ანუაი, დაჯგუფება Wild Samoans-ის წევრი გახლდათ. ამ სამოური დინასტიიდან მოდიან სხვა ცნობილი რესლერებიც, მაგალითად რიკიში, იოკოზუნა და ალბათ ყველაზე ცნობილი ზეროკი, დუეინ ჯონსონი. მიუხედავად იმისა, რომ Roman რესლერების ოჯახში დაიბადა, სპორტში მისი პირველი მცდელობა ამერიკულ ფეხბურთს უკავშირდება. სკოლის გუნდში თამაშის შემდეგ უკვე კოლეჯის გუნდ Georgia Tech Yellow Jackets-ში. დამცველის პოზიციაზე მოსინჯა ძალები. მოგვიანებით Minnesota Vikings-მა მას როგორც თავისუფალ აგენტს გაუფორმა კონტრაქტი. სამწუხაროდ სამედიცინო შემოწმებისას მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და გუნდიდან გაუშვეს. ამავე წლის ზაფხულს Jacksonville Jaguars-ში აღმოჩნდა, მაგრამ ერთ კვირაში ამ გუნდიდანაც მოკვეთეს. 2008 წელს კანადის საფეხბურთო ლიგის გუნდ Edmonton Eskimos-ში გადავიდა. Reigns-მა 5 მატჩი ითამაშა, აქედან 3 სასტარტოში. ხელმძღვანელობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ Roman-ი ამ გუნდმაც გაათავისუფლა. მისი საფეხბურთო კარიერა კი ამით დასრულდა. რესლინგ კარიერა. 2010 წელს Roman Reigns რესლინგ კომპანია Florida Championship Wrestling შეუერთდა, სადაც ის სახელი ლიქით მონაწილეობდა. 2012 წელს WWE შეიძინა FCW და NXT-თ გადააქცია. მისი დებიუტი NXT-ს 31 ოქტომბრის ეპიზოდში უარყოფითი პერსონაჟის როლში შედგა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო მოღვაწეობა უკვე Roman Reigns-ის სახელით. 2012 წლის 18 ნოემბერს Survivor Series pay-per-view-ზე კი უკვე დაჯგუფება The Shield-ის წევრად ვიხილეთ, Dean Ambrose-თან და Seth Rollins-თან ერთად. Ryback-ზე პირველი powerbomb-ი გამოცადეს და CM Punk-ს ტიტულის დაცვაში დაეხმარნენ. ისინი WWE-ში საწყისი წლების განმავლობაში მთავარი ისტორიების და დაპირისპირების აქტიური მონაწილეები იყვნენ. რა დროსაც Seth Rollins-მა და Roman Reigns-მა tag team-ის ტიტულები, Dean Ambrose-მა კი United States-ის ტიტული მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ სამივე თავისებურად პოპულარული იყო, Reigns-ი მაინც ყველაზე მეტად გამოირჩეოდა. 2014 წლის 2 ივნისის რავის ეპიზოდი ამ ტრიოსთვის ისტორიული გამოდგა. Seth-მა უღალატა მეგობრებს. ჯერ Roman-ს, შემდეგ კი Dean-ს რკინისკამი ჩაარტყა და პრის ბანაკში გადავიდა. Shield-ი დაიშალა. Dean-ი და Roman-ი გარკვეული პერიოდი აგრძელებდნენ ერთ გუნდად ყოფნას, მაგრამ მათი გზებიც გაიყო. Solo კარიერა. WWE Roman-ს კომპანიის მთავარ ვარსკვლავად მოიაზრებდა. მას ზედმეტ სახელით შეურჩიეს The Big Dog-ი. მისი პერსონაჟი უკვე დადებით გმირად გადაიქცა. Slammy Awards-ის დაჯილდოვებაზე ფანება ის წლის სუპერ ვარსკვლავადაც დაასახელეს. Reigns-ის კარიერაში თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 2015 წლის 25 იანვარი Royal Rumble მატჩში გამარჯვების შემდეგ გახარებული WrestleMania-ს ლოგოზე მიანიშნებს, სადაც მას პირველი main event-ი ელოდება. ამ დროს კი დარბაზში ფანებისგან გამაყრუებელი სტვენა ისმის. მაყურებლები ფიქრობდნენ, რომ მისი აღზევება ნაადრევი იყო და წარმატება ოჯახურ კავშირებს მიაწერეს. მის ყოველ გამოჩენას ფანები სტვენით და დამცინავი რეაქციებით ხვდებოდნენ. WrestleMania 31 მატჩი Brock Lesnar-ის წინააღმდეგ WWE-ის ტიტულისთვის. ბრძოლის უმეტესი ნაწილი Lesnar-ის დომინაციით წარიმართა. Brock-ი ყველაფერს აკეთებდა, რაც მოუნდებოდა. ერთ-ერთ მომენტში Reigns-მა Lesnar-ი რინგის ძელზე მიანარცხა. თითქოს ეს იყო გარდამტეხი მომენტი. 3 Superman Punch-ის და 2 Spear-ის შემდეგ Lesnar-ი არ ნებდებოდა და საპასუხოდ Roman-მა მისგან F5-ის კი მიიღო.
საბოლოოდ მატჩში სეთ როლენსი ჩაერთო თავისი Money in the Bank-ის კონტრაქტით და ახალი ჩემპიონი გახდა. პირველი WWE-ის ტიტული. 2015 წლის 4 ნოემბერს სეთ როლენს მუხლის ტრამვის გამო მოუწია ტიტულის დათმობა და WWE-მ ახალი ჩემპიონის გამოსავლენად ტურნირის შექმნა გადაწყვიტა. პირველ რაუნდში რომენმა Big Show დაამარცხა. მეოთხედფინალში Cesaro. ნახევარფინალში Alberto Del Rio. ფინალში კი მისი მეგობარი Dean Ambrose. Roman Reigns-მა პირველად მოიპოვა WWE-ის საჩემპიონო ტიტული. მისი ჩემპიონობა 5 წუთი გაგრძელდა. საქმეში ახლა უკვე Sheamus-ი ჩაერთო თავისი კონტრაქტით და ტიტული წაართვა. მათ შორის რემატჩი უკვე TLC-ის pay-per-view-ზე ვიხილეთ, სადაც Alberto Del Rio-ს და რუსევის დახმარებით Sheamus-მა შეინარჩუნა ქამარი. მომდევნო ღამეს რავის ეპიზოდში მის მიქმნებმა Romans კიდევ ერთი რემატჩი ჩაუნიშნა, ოღონდ ერთი პირობით. დამარცხების შემთხვევაში Reigns კარიერა უნდა დაესრულებინა. Romanis შესაჩერებლად მატჩი რუსევის Alberto Del Rio-ს და თვით Vince-ის ჩარევაც არ აღმოჩნდა საკმარისი. Reigns კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი. ამ ფაქტით გაცხარებულმა Vince-მა Romans აიძულა თავისი ტიტული 2016 წლის Royal Rumble მატჩში 29 ოპონენტის წინააღმდეგ დაეცვა. 1 საათის განმავლობაში რინგზე გაჩერება არ აღმოჩნდა საკმარისი. Triple H-მა ის მატჩიდან გამოთიშა, მისი მეგობარი Dean Ambrose-იც მიაყოლა და Reigns-მა დაკარგა ტიტული. საჩემპიონო მატჩის მოსაპოვებლად Fastlane-ის pay-per-view-ზე Reigns, Lesnar-ის და Dean Ambrose-ის დამარცხება მოუწია, რითიც გაინაღდა კიდევ ერთი main event-ი ახლა უკვე WrestleMania 32-ზე Triple H-ის წინააღმდეგ. მატჩი ორივე მონაწილესთვის თანაბრად მიდიოდა. სანამ Reigns-მა Triple H-ის მოძრაობას ფიერით ბარიკადები დაანგრევინა და შემთხვევით იგივე მოძრაობა მის მეუღლეზეც Stephanie McMahon-ზეც გამოცადა. მატჩის მოგებას Triple H-ი ჩაქუჩის გამოყენებით აპირებდა, მაგრამ არ გამოუვიდა და Roman Reigns-მა მესამედ მოიგო WWE-ის ტიტული. WrestleMania-ს შემდეგ Reigns-მა ქამარი ორჯერ AJ Styles-თან დაიცვა, ჯერ Payback-ზე, შემდეგ კი Extreme Rules-ზე. ბრძოლის დასრულების შემდეგ მას თავს Seth Rollins-ი დაესხა და ეს საბაბი გახდა Money in the Bank-ზე მათ შორის საჩემპიონო ბრძოლის ჩანიშვნის. ეს მატჩი Roman-ისთვის იყო პირველი მთავარ შემადგენლობაში დებიუტის შემდეგ, სადაც მან სუფთა წაგება განიცადა. ამავე წლის 21 ივნისს ის WWE-მ 30 დღით მოკვეთა დოპინგ ტესტზე ჩავარდნის გამო. კომპანიამ ეს ამბავი აქამდეც იცოდა და მისი ტიტულის დაკარგვის მიზეზიც სწორედ ეს იყო. Grand Slam ჩემპიონობა. სხვა ყველა მიღწევასთან ერთად Reigns-ი არის Grand Slam ჩემპიონი. წლების განმავლობაში WWE Grand Slam ჩემპიონობის ფორმატს ცვლიდა, მაგრამ თანამედროვე ვერსიაში რესლერს კარიერის განმავლობაში უნდა ჰქონდეს მოპოვებული შემდეგი 4 ტიტული. ეს შეიძლება იყოს რომელიმე შოუს მთავარი ტიტული. WWE-ის, Universal-ის ან World Heavyweight-ის ტიტული. ასევე აუცილებელია რომელიმე tag team-ის ტიტულის მოგება. და ბოლოს, ორივე შოუს მეორე ხარისხოვანი ქამრები, Intercontinental-ი და United States-ის ტიტულები. Grand Slam ჩემპიონობის მისაღწევად Reigns სწორედ ეს ქამრები სჭირდებოდა. 2016 წლის აგვისტოში United States-ის ტიტულისთვის რუსებთან დაწყებული დაპირისპირება Roman 26 სექტემბერს Clash of Champions-ზე წარმატებით დაასრულა. ხოლო მეორე ქამარი Roman-მა The Shield-ის აღდგენისას მოიგო. ინციდენტი Shane McMahon-თან. 2016 წელს ბრენდების დაპირისპირება ისევ აქტუალური იყო. SmackDown-ი რავის გუნდის წინააღმდეგ, სადაც Roman-იც მონაწილეობდა. ეს მატჩი საინტერესო გახდა იმით, რომ Reigns-მა Shane McMahon-ი კინაღამ მოკლა. ის რამდენიმე წუთი რინგზე იწვა და ექიმები ცდილობდნენ მის მოსულიერებას. მატჩი Undertaker-თან. 2017 წლის 6 მარტი, რავის ეპიზოდი. Undertaker-ი რინგს ტოვებს, რა დროსაც Roman Reigns-ი გამოდის და ეუბნება, რომ აქაურობა უკვე მას ეკუთვნის. This is my yard now. Undertaker-ი მას რინგზე საფირმო choke-slam-ით ანარცხებს და უიღებთ WrestleMania 33-ზე მათ დაპირისპირებას. Reigns-ი გახდა მეორე ადამიანი Lesnar-ის შემდეგ, ვინც Undertaker-ი რესლინგის მთავარ შოუზე დაამარცხა. მომდევნო საღამოს შოუს გახსნაზე მაყურებელი მას 10 წუთის განმავლობაში უსტვენდა და უცენზურო სიტყვებიც არ დაიშურეს. Roman-მაც უბრალოდ თქვა თავისი აქტუალური ფრაზა და რინგი დატოვა. ახალი გამოწვევა და ძველი პრობლემა. 2018 წლის Royal Rumble მატჩში Reigns ისევ მონაწილეობდა საჩემპიონო ბრძოლის მოსაპოვებლად, მაგრამ ახლა უკვე Shinsuke Nakamura-მ წაართვა ეს შანსი. Romans ერთადერთი ვარიანტი ჰქონდა დარჩენილი.
Elimination Chamber მატჩზე კვალიფიკაციის მიღება და შემდეგ მატჩის მოგება, რაც მოახერხა კიდევაც. შედეგად WrestleMania 34-ზე კარგად ნაცნობ ოპონენტს Brock Lesnar-ს შეხვდა. Universal ტიტულისთვის ბრძოლა Reigns-მა ჯერ WrestleMania-ზე, შემდეგ კი Greatest Royal Rumble-ზე დათმო. SummerSlam-ზე კი პირველად მოიგო ეს ქამარი. 22 ოქტომბერს Reigns-მა გამოაცხადა, რომ ის დროებით ანბებდა wrestling კარიერას თავს და ქამარი ვაკანტური გახდა. ამის მიზეზი ლეიკემია იყო. 11 წელი ის ისევ ებრძოდა ლეიკემიას და ამის შესახებ თითქმის არავინ იცოდა. საბოლოოდ გაურთულდა და აქტიური სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო. მაყურებელს დაპირდა, რომ როგორც კი ის ამ პრობლემას მოაგვარებდა, მაშინვე დაბრუნდებოდა. რა თქმა უნდა, Reigns-ის კარიერა ამით არ დამთავრებულა და ყველაზე მთავარს უკვე მეორე ნაწილში იხილავ. ამიტომ გამოიწერე არხი და დაელოდე შემდეგ ვიდეოს.